წარმოიდგინე, რომ ყოველ წამს შენ საიტზე ათასობით მომხმარებელი შემოდის. ყოველი კლიკი, მაუსის ყოველი მოძრაობა, ყოველი სკროლი. ეს მნიშვნელოვანი მონაცემებია. ოქროს მონაცემები, რომლებმაც შეიძლება შენს მომხმარებლებზე ყველაფერი გიამბოს. მაგრამ არსებობს ერთი პრობლემა. როგორ დავამუშავოთ მონაცემების ამოდენა ნაკადი? გავამდიდროთ ისინი მომხმარებლების შესახებ ინფორმაციით და ამასთან ერთად არ დავაგდოთ მთელი სისტემა. დღეს განვიხილავთ რეალურ кейსს. 4 არქიტექტურული გადაწყვეტილება, სადაც მხოლოდ ერთი მათგანია სწორი. მას ასე, წარმოიდგინე, არის ერთი კომპანია. დავარქვათ მას მაგალითად Shopmaster-ი. მსხვილი e-commerce პროექტი მილიონობით ვიზიტორით დღეში. კომპანიის მარკეტოლოგები მიდიან გადაწყვეტილებების არქიტექტორებთან და სთხოვენ. გჭირდება ანალიტიკა. გვინდა ვიცოდეთ, რას აკეთებენ ჩვენი მომხმარებლები საიტზე, სად შედიან, რას უყურებენ, სად მიდიან. და გვინდა ეს ვნახოთ კლიენტების პროფილებთან ერთად კორელაციაში. რამდენი დახარჯეს ჩვენთან და როგორი შესყიდვების ისტორია აქვთ. მარტივად ჟღერს, არა? მაგრამ განვიხილოთ, რას ნიშნავს ეს ტექნიკური გადმოსახედიდან. პირველი. გვაქვს clickstream ტიპის მონაცემები. ეს არის კლიკების ნაკადი ვებ სერვერებიდან. კომპანიამ უკვე დააკონფიგურირა ამ მონაცემების გაგზავნა Amazon Kinesis data stream-ში. ანუ მონაცემთა ნაკადი უკვე მიფრინავს ბრუბელში. ჩავინიშნოთ. მეორე. კომპანიას აქვს კლიენტების მონაცემთა ბაზა Amazon Aurora-ში. ეს არის მძლავრი ღრუბლოვანი Postgres-ი ან MySQL-ი. იქ ინახება პროფილები, სახელები, შესყიდვების ისტორია, კლიენტთა სეგმენტები. ამასთან ბაზა კონფიგურირებულია multi-AZ რეჟიმში, ანუ რეზერვირებით. რამდენიმე ხელმისაწვდომობის ზონაში საიმედოდ. მესამე. კომპანიას სურს გამდიდრებული მონაცემების ანალიზი Amazon Redshift-ში. ეს არის მძლავრი ანალიტიკური warehouse-ი დიდი მონაცემებისთვის. და მეოთხე, ყველაზე მნიშვნელოვანი. გადაწყვეტილება უნდა იყოს highly available, მაღალ ხელმისაწვდომი. ეს ნიშნავს იმას, რომ არ უნდა მოხდეს სისტემის არანაირი დაცემა, არანაირი შეფერხება. ის უნდა მუშაობდეს 24/7-ზე. მაშასე ამოცანა ნათელია. ავიღოთ კლიკების ნაკადი Kinesis-დან. გავამდიდროთ Aurora-დან მონაცემებით. გავაგზავნოთ შედეგი Redshift-ში ანალიზისთვის და გავაკეთოთ ეს ისე, რომ სისტემა არასოდეს დაეცეს. მოდით განვიხილოთ 4 ვარიანტი, რომელიც არქიტექტორებმა შემოგთავაზეს. ვარიანტი A. ვიყენებთ AWS Lambda-ს clickstream მონაცემების დამუშავებისა და გამდიდრებისთვის. Lambda წერს შედეგებს Amazon S3-ში. ანალიზისთვის კი ვიყენებთ Redshift Spectrums, რომელიც მონაცემებს პირდაპირ S3-დან ითხოვს. ვარიანტი B. ვაყენებთ EC2 Spot Instance, ერთგვარ IAP ვირტუალურ მანქნებს. ის იღებს მონაცემთა ნაკადს, ამდიდრებს clickstreams და copy ბრძანებით აგზავნის შედეგებს პირდაპირ Redshift-ში. ვარიანტი C. ვიყენებთ Amazon ECS Fargate Spot ტიპით, რომლებიც წარმოადგენს კონტეინერებს სერვერების მართვის გარეშე. კონტეინერი იღებს ნაკადს, ამდიდრებს მონაცემებს, ცალკე EC2 ინსტანსი კი ასრულებს copy ბრძანებას Redshift-ში. ვარიანტი D. ვიყენებთ Kinesis Data Firehose, რომელიც ავტომატურად თვეთავს clickstreams Kinesis Streams-დან S3-ში. AWS Glue სერვისის კროლერები განსაზღვრავენ მონაცემთა სქემას და ავსებენ data catalog-ს. Amazon Athena სერვისი მიმართავს Needle მონაცემებს S3-ში. მას ასე. შენს წინაშეა 4 შესაძლო არქიტექტურული გადაწყვეტილება. A. Lambda, S3 და Redshift Spectrum. B. EC2 Spot და პირდაპირი ჩათვირთვა Redshift-ში. C. ECS Fargate Spot და EC2 ინსტანსი კოპირებისთვის. D. Firehose, Glue და Athena. დაიმახსოვრე მთავარი პირობა. სისტემა უნდა იყოს მაღალ ხელმისაწვდომი, რომელ ვარიანტს აერჩევ შენ? დაწერე შენი პასუხი კომენტარებში. A, B, C თუ D. შენ გაქვს 18 წამი. დავიწყოთ აშკარა შეცდომით. ვარიანტი B. EC2 Spot Instance. Spot ინსტანსები მომხიბლელია იმით, რომ ბევრად იაფია ჩვეულებრივ EC2 ინსტანსებზე. ანუ შენ ზოგავ უამრავ ფულს იღებ გამოთვლით სიმძლავრეებს და თითქოს ყველა ბედნიერია. მაგრამ არის ერთი დიდი პრობლემა, რომელიც კლავს მთელ არქიტექტურას. Spot ინსტანსები არის როგორც ტაქსი პიკის საათებში. Amazon-ს შეუძლია წაგართვას ისინი ნებისმიერ მომენტში, ორწუთიანი გაფრთხილების ინტერვალით.
წარმოიდგინე, შენი სისტემა ამუშავებს კლიკების ნაკადს, ამდიდრებს მონაცემებს, ყველაფერი მუშაობს და ჰოპ, Amazon-ი ამბობს: ბოდიში, მე მჭირდება ეს სიმძლავრეები, ნახვამდის. შენი ინსტანსი კვდება, მონაცემები იკარგება, ნაკადი ჩერდება. მარკეტოლოგები ღელავენ და იწყებენ რეკვას IT განყოფილებაში. ეს არის მაღალი ხელმისაწვდომობის პირობისთვის სრულიად არასასურველი სცენარი. ზოგადად, Spot ინსტანსები შესანიშნავად გამოდგება batch ტიპის ამოცანებისთვის, ტესტირებისთვის და ისეთი ამოცანებისთვის, რომლებიც შეიძლება შეწყვდეს და მოგვიანებით თავიდან განახდეს. მაგრამ კრიტიკული real-time ტიპის დატვირთვებისთვის არასოდეს. ვარიანტი B. გამოვრიცხეთ. წავიწიოთ წინ. ვარიანტი C. ECS Fargate Spot-ით. აქ არქიტექტორები შეეცადნენ უფრო ჭკვიანურად ემოქმედათ. მათ აიღეს კონტეინერები. ეს მოდაშია, თან სერვერლესია, Fargate-ის გამო. მაგრამ მათ ისევ აირჩიეს Spot-ი, იგივე პრობლემა. Fargate Spot-ი, იგივე Spot ინსტანსებია უბრალოდ კონტეინერიზებულ შეფუთვაში. ანუ Amazon-ს ასევე შეუძლია შეწყვიტოს მათი მუშაობა ნებისმიერ მომენტში, მაგრამ გარდა ამისა გაჩნდა სხვა პრობლემაც. შეხედე არქიტექტურის მეორე ნაწილს. Redshift-ში კოპი ბრძანების შესასრულებლად ისინი იყენებენ დამატებით EC2 ინსტანსს. ანუ ჩვენ გვიჩნდება დამატებითი სერვერი, რომელიც საჭიროებს კონფიგურაციას, დამატებითი პოტენციური ვარდნის წერტილი, დამატებითი ოპერაციული ხარჯები. ჩვენ კი გვსურდა სერვერლეს გადაწყვეტილება, მაგრამ მივიღეთ ჰიბრიდი, რომელიც მოითხოვს ინფრასტრუქტურის მართვას. და რაც მთავარია, სად არის აქ high availability? ერთი EC2 ინსტანსი რეზერვირების გარეშე, ეს არის single point of failure. ვარიანტი C. გამოვრიცხეთ. ეხლა ყველაზე საინტერესო შემთხვევა, ვარიანტი D. ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, აქ ყველაფერი არც თუ ცუდადაა რეალიზებული. Kinesis Data Firehose, სრულად მართული მაღალხელმისაწვდომი სერვისი. S3. უფრო საიმედო საცავს ვერ მოიფიქრებ. Glue Crawlers, ავტომატურად განსაზღვრავენ სქემას. Athena, serverless ძრავა ქვერებისთვის, ანალიტიკისთვის. თითქოს სოლიდურად გამოიყურება, არა? მაგრამ დაუბრუნდეთ მოთხოვნებს. კომპანიას სურს გაამდიდროს clickstream მონაცემები Aurora სერვისიდან მიღებული დამატებითი ინფორმაციით. შეაზავოს კლიკების შესახებ ინფორმაცია კლიენტების პროფილებთან. ეხლა კი კიდევ ერთხელ შეხედე ვარიანტი D-ს სქემას. Kinesis Firehose, S3, Glue, Athena. სად არის აქ Aurora? სად არის მონაცემების გამდიდრების ეტაპი? ეს ვარიანტი უბრალოდ იგნორირებას უკეთებს მთავარ მოთხოვნას. დიახ, ეს მიდგომა შესანიშნავად ტვირთავს ნედლ მონაცემებს S3-ში. დიახ, Athena-ს შეუძლია მათი მოთხოვნა, მაგრამ ეს არის ნედლი მონაცემები გამდიდრების გარეშე. სერვისი Firehose არის მიწოდების კონვეიერი. მას არ შეუძლია დინამიკაში მუშაობისას მიმართოს Aurora-ს და გაუკეთოს join-ი მონაცემებს. და კიდევ ერთი მომენტი. მოთხოვნებში ნათქვამია გამოვიყენოთ Redshift-ი ანალიზისთვის. აქ კი გთავაზობენ Athena-ს. ვარიანტი D-ც. გამოვრიცხეთ. და ჩვენ გვრჩება ვარიანტი A. მოდით განვიხილოთ, რატომ არის ეს იდეალური გადაწყვეტილება ამ კონტექსტისთვის. AWS Lambda სერვისი ამ არქიტექტურის გულია. Lambda სრულად serverless ტიპის გადაწყვეტილებაა, რაც ნიშნავს იმას, რომ შენ არ მართავ სერვერებს. ასევე ის ავტომატურად მასშტაბირდება. თუ მოვა 100 ივენთი წამში, Lambda სერვისი გაუშვებს საჭირო რაოდენობის ფუნქციებს. მოვიდა 10,000, გაუშვებს მეც. და ეს ყველაფერი შენი მონაწილეობის გარეშე. რაც მთავარია, Lambda არის დეფალტად მაღალხელმისაწვდომი, ანუ highly available. AWS-ი თავად უზრუნველყოფს redundancies, სიჭარბით გადაწყვეტას. თავად გადატვირთავს ფუნქციებს მათი ვარდნის შემთხვევაში. თავად გაანაწილებს დატვირთვასაც. Lambda-ს ასევე შეუძლია დაუკავშირდეს Aurora მონაცემთა ბაზების სერვისს და გაამდიდროს მონაცემები დინამიკაში მუშაობისას. მაგალითად, user ID 123-მა დაკლიკა. Lambda ეგრევე აკეთებს მოთხოვნას Aurora-ში. მომეცი მომხმარებელ 123-ის პროფილი. იღებს სახელს, შესყიდვების ისტორიას, სეგმენტს და აერთიანებს ყველაფერს ერთად. გამდიდრებული მონაცემები მზადაა. შემდეგ ეტაპზე Lambda წერს გამდიდრებულ მონაცემებს Amazon S3-ში. S3 ეს არის მაღალი საიმედოობის 11-ცხრიანი ობიექტური ტიპის საცავი. საბოლოო შტრიხი Redshift Spectrum. Spectrum-ი ეს არის დამთქმელი ფუნქციონალი. ის საშუალებას აძლევს Redshift-ს მოითხოვოს მონაცემები პირდაპირ S3-დან, თავად Redshift-ში ჩატვირთვის გარეშე.
ეს ნიშნავს იმას, რომ არ არის საჭირო ETL პროცესების ლოდინი. არ არის საჭირო გადახდა Redshift-ში შენახვისთვის. მონაცემები ანალიზისთვის ხელმისაწვდომია პრაქტიკულად მხისიერად. მოდით შევაჯამოთ. Kinesis Data Streams-ი იღებს კლიკების ნაკადს. AWS Lambda ამუშავებს ივენთებს. მიმართავს მონაცემთა ბაზების სერვის Aurora-ს, მონაცემთა გასამდიდრებლად. Amazon S3 ობიექტური ტიპის საიმედო საცავი. ინახავს გამდიდრებულ მონაცემებს. Redshift Spectrum იძლევა საშუალებას ანალიტიკოსებმა მოითხოვონ მონაცემები. დააკვირდით, ყველაფერი არის serverless-ი, ყველაფერი მაღალ ხელმისაწვდომია, ყველაფერი ავტომატურად მასშტაბირდება. თუ გამოიცანი, მოიწერე კომენტარებში. თუ არა, არა უშავს. თავარია ახლა უკვე შენ იცი, რატომ არის Spot ინსტანსები high availability-ს მტერი და რატომ არის Lambda AWS არქიტექტორის ერთგვარი შვეიცარიული დანა. გამოიწერე არხი, თუ გინდა მეტი ასეთი არქიტექტურული განხილვა. ყოველ კვირას ახალი кейსი, ახალი გამოცანა, ახალი ცოდნა. და დაიმახსოვრე, კარგი არქიტექტურა ეს არ არის ყველაზე რთული არქიტექტურა. ეს არის სწორი არქიტექტურა კონკრეტული ამოცანისთვის. შეხვედრამდე შემდეგ ვიდეოში.